აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიის მფლობელები დააჯილდოვა. გიორგი ჯინჭარაძემ წარმატებულ ახალგაზრდებს მიღწეული შედეგები მიულოცა და მათ განათლების მიმართულებით აფხაზეთის მთავრობის სამომავლო ხედვა გააცნო. ეროვნული გმირების ჟიულის შარტავასა და გურამ გაბესკირიას სახელობითი სტიპენდიები, ასევე მიხეილ ჯინჭარაძის, თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, მიხეილ კოკაიას და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობითი სტიპენდიები აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრებისა და ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი აკადემიური შედეგების გათვალისწინებით 8 სტუდენტს გადაეცა. გიორგი ჯინჭარაძემ და ბექა ღვაჩლიანმა სტუდენტებს დიპლომები და საჩუქრები გადასცეს. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა და ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებასა და მათ ხელშეწყობას ისახავს მისდათ. შევხვდით სტუდენტებს, რომლებმაც მოიპოვეს აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიები, ჩვენ მათ მიულოცეთ, ეს ის თაობა, რომლებმაც საკუთარი ახალი ხედვებით და ენერგიით მნიშვნელოვანი როლი უნდა შეიტანონ ნდობის აღდგენის და შერიგების პროცესში და უნდა შეუქმნან საქართველოს ერთიანი მომავალი. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად შევხვდით ჩვენს წარმატებულ სტუდენტებს, მიულოცეთ მათ სამინისტროში არსებული პროგრამის სახელობითი სტიპენდიანტობა, გადავეცით სიმბოლური საჩუქრები, ვისაუბრეთ მათ სამომავლო პერსპექტივებზე და მომავალზე. მთავრობისთვის და სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია ჩვენი ახალგაზრდების სასწავლო პროცესში ჩვენი მხარდაჭერა. ჩემთვის როგორც აფხაზეთიდან დევნილისთვის უმნიშვნელოვანესი არის ჟიულის შარტავას სტიპენდიის მონიჭება. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს და განათლების მინისტრს, რადგან მომანიჭეს ეს სტიპენდია. ასევე ჯერა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემი თაობა მოახერხებს ამ პრობლემის აღმოფხვას და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში.